გამარჯობა, დღეს ვიწყებ ჩანაწერების სერიას კონსერვატიზმის გაკვეთილები, რომელიც ალბათ დიდი ხნის უნდა დაგვეწყო, თუმცა ჟობს გვიანამდე არასდროს და ამ სერიის პირველი გამოხმაურება იქნება ედმუნდ ბერკი, რომლის გარშემოც ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ ჩამოყალიბდა თანამედროვე კონსერვატიზმი. ზოგადად ამ სერიაში მე ვისაუბრებ სხვადასხვა ფიგურებზე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში და შემდგომში უკვე გადმოვალ თანამედროვე პრაქტიკასა და გამოწვევებზე. ედმუნდ ბერკი, რომელიც პრინციპში ბევრს გაუგია, იყო ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც ვიგების პარტიის წევრი იყო და მისი პოლიტიკური ფილოსოფიის ძირითადი მახასიათებლები დაეფუძნა ეგრეთ წოდებული სახელოვანი რევოლუციის იდეალებს და ეს იდეალები ძირითად შემთხვევაში დაკავშირებული იყო ერთის მხრივ ბრიტანული მონარქიის შეზღუდვაზე, ხოლო მეორეს მხრივ გარკვეულწილად სახელმწიფო სუვერენიტეტის მომატებაზე, რომლის ფარგლებშიც აი ესე ერთის მხრივ ბრიტანული მონარქია და მეორეს მხრივ ქვედა პალატა ურთიერთქმედებდნენ და იღებდნენ ერთგვარ დაბალანსებულ წესრიგს. მას მოსწონდა ეს პრინციპები იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო მისი აზრით თავისუფლების გარანტია და იძლეოდა საშუალებას, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო ტრადიცია, დაცული ყოფილიყო საკუთრების უფლება და არიდებული ყოფილიყო რადიკალური ცვლილებები. საბოლოო ჯამში ბერკმა თავისი ფილოსოფია დააფუძნა და კიდევ უფრო გაამყარა ფრანგული რევოლუციის რადიკალიზმის გამოვლენებებთან ერთად, როცა მან დაიწყო ამ ყველაფრის კრიტიკა. ვიდრე უშუალოდ ფრანგულ რევოლუციაზე გადავალთ, უნდა ითქვას, რომ მონარქიის აქმნის კონტექსტში ბერკის მოღვაწეობა არაერთგვაროვანია, იმიტომ რომ კონსერვატიზმი ბევრს გონია, რომ ეს არის მონარქიის მხარდაჭერა. სამდროში ეს არ არის მაინც და მაინც სწორი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ იშვიათი კონსერვატორის მოძებნა შეგვიძლია, რომელიც აბსოლუტურ მონარქს უჭერს მხარს. ისინი თუ არიან მონარქიის მომხრეები, არიან მონარქიის როგორც მასტაბილიზებელი ინსტიტუტის არსებობის, რომელიც ყველა შემთხვევაში უნდა იყოს შეზღუდული და სწორედ სახელოვანი რევოლუციის ფარგლებშიც ის მიიჩნევდა, რომ მონარქია უნდა არსებობდეს, თუმცა მას უნდა აბალანსებდნენ სხვადასხვა ინსტიტუტები და სხვადასხვა აქტორები ქვეყნის შიგნით. ასე რომ ბერკის აქმა ჩვენ არ უნდა დაუკავშიროთ მონარქიის მხარდაჭერას ან მის კატეგორიულ წინააღმდეგობას ამასთან ერთად. ფრანგული რევოლუციის კონტექსტში ედმუნდ ბერკი ეწინააღმდეგებოდა იმ გამოვლენებებს, რამაც საფრთხე შეუქმნა ტრადიციულ ღირებულებებს, მათ შორის არა მხოლოდ ღირებულებებს ინსტიტუციებსაც, ჩვენ გვახსოვს მეფის თავის მოკვეთის მაგალითი, მეორე მხრივ რელიგიას, რაც მიაჩნდა ბერკს, რომ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა რელიგიას საზოგადოების განვითარებისთვის და საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევებს, რადგანაც ბერკის აზრით იმის მიუხედავად, რომ ეს არისტოკრატია არ ავლენდა ხშირ შემთხვევაში მაინც და მაინც ხალხისთვის საინტერესო და სასიამოვნო თვისებებს, მისი არსებობაც ასევე იყო საჭირო ბალანსისა და თავისუფლებების შენარჩუნებისათვის. ამდენად ის საკუთრება, რომელსაც ეს არისტოკრატია ფლობდა, მას მიაჩნდა, რომ ესე ღიად არ უნდა დარღვეულიყო და ეს ექსპროპრიაციის, ანუ ჩამორთვევის გამოვლენება არ უნდა ჰქონოდა ფრანგული რევოლუციის მაგალითზე. შესაბამისად, ამ რევოლუციამ მისი ხედვა თუ როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, ზოგადად ჩამოაყალიბა კიდეც შეიძლება ითქვას. ბერკის მოღვაწეობასა და ფილოსოფიაში მე გამოვყოფდი ერთ ძალიან საინტერესო მაგალითს, რომელიც ჩემი აზრით ქართული საზოგადოების კონტექსტში ყველაზე მეტად უნდა გავითვალისწინოთ და ის ხალხი, ვინც პრინციპში თავს ეძახის კონსერვატორებს, ეს უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ ეს ქრესტომატიული მაგალითია კონსერვატიზმის. ბერკი ამბობდა, რომ ჩვენ თუ გსურს, რომ შევინარჩუნოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ტრადიციები, ჩვენ მოგვიწევს, რომ გარკვეულწილად რეფორმას გავაკეთოთ და ერთგვარი ცვლილებებიც შევიტანოთ ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გქონდეს ადაპტაციის უნარი და დროისა და სივრცის ცვლილებასთან ერთად, თუ ვერ მოვახდენთ ადაპტაციის უნარს, ის რადიკალური, რევოლუციური თუ სხვა ჯგუფები აუცილებლად მოახერხებენ საზოგადოების მთლიანობაში გარდაქმნას, რომელიც შედეგად მოიტანს მთლიანი წესრიგის მსხვერპლს, რაც ბერკისთვის საფრანგეთის რევოლუციის მაგალითზე მიუღებელი იყო. შესაბამისად, არ არსებობს კონსერვატიზმი და ჯანსაღი კონსერვატიზმი იმის გარეშე,
რომ არ იმსჯელონ ჯგუფებმა ცვლილებების თაობაზე საზოგადოებებში და არ შეიტანონ გარკვეული კორექტივები, იქნება ეს მმართველობა, შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობა და ასე შემდეგ. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატორების მთავარი მახასიათებელი თავიდანვე და პრინციპში დღეის მდგომარეობითაც არის ის, რომ ისინი ცდილობენ შექმნან ისეთი ფორმა და ისეთი წესრიგი, რომელიც დაიცავს თავისუფლებას. კერძო საკუთრების დაცვის მცდელობა და კერძო საკუთრების დაცვის ადვოკატირება ამისი ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება არის, თუმცა რელიგიის თავისუფლებები თუ სიტყვის თავისუფლება, რომელიც დაცვასაც ისინი ცდილობდნენ ადრეც და დღესაც, ესეც ამის ნაწილია. შესაბამისად, კონსერვატიზმი როგორც იდეოლოგია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არა რაღაც რეტროგრადული, არამედ არის თავისუფლებებისა და იმ ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის, რომელიც აი ამ თავისუფლების შენარჩუნებაში გვეხმარება. ეს იყო პირველი ჩანაწერი, რომელშიც მე ვისაუბრე ერთგვარ შესავალზე და ვისაუბრე ძირითადი პრინციპების გამოკვეთას, თუმცა ძალიან ბევრი სხვა ფილოსოფოსი თუ სხვა მოღვაწე კიდევ ამატებს ამ ყველაფერს თავის ხედვებს და დაალოდეთ შემდეგ ჩანაწერს იმისათვის, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ თუ რა არის ამ ყველაფრის არსი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.